სახელითა მამისათა დაძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. გიოცად დღევანდელ დიდ ბრწყინვალე დღესასწაულს, სულთმოფენობას. მადლობთ ღმერთს, რომ მოგცვა ძალი და დრო, კიდევ რომ ამ დღესასწაულის მადლით გაგვეხარა. ამბობს უფალი მე ვარ ნათელი და რომელიც შემომიდგეს ბნელში არ ვიდოდეს. და ეს ნათელი დაულევნელია. ეს ნათელი ყოველთვის არის მეძიებელთათვის და ღვთისერთგულთათვის. და ეხლა წაკითხულ ლოცვებშიც როგორ კარგად ითქვა რა. ავედრებს სასულიერო პირი. სულს ცოცხალთათვის ლოცულობს, გარდაცვლილთათვის ლოცულობს. და საოცარ დარიგებას გვეუბნება. პირველ დაძინებულნი ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მტანილოასა, ადგილსა განსასვენებელსა დააწესენ. სადაც იგით წარსა ყოველი სალმობა, ანუ გარდაცვალების შემდეგ აღარ წუხილია, აღარ სიხარული. წუხარება და სულთმედა დააწესენ სულნი მართნის სამკვიდრებელსა მართალთასა. ანუ მართალთათვის საყოფელში გარდაცვლილთა სულების დამკვიდრებას ითხოვს სასულიერო პირი. დააღირსვენ იგინი მშვიდობასა და განსვენებასა. რამე თუ არა მკვდარნი გაქებენ შენ უფალო. ესე იგი, როცა ადამიანი გარდაიცვლება, იქ ყველაფერი ცხადი ხდება. რაშიც რო ეჭვი ეპარებოდა ადამიანს, იქ ყველაფერი ნათლად არის ნათქვამი და იქ უკვე ეჭვი აღარ არსებობს. იმიტომ რომ ყველაფერი ცხადია და ყველაფერი ცხადად ჩანს. და ამას ამბობს, რამე თუ არა თუ მკვდარნი გაქებენ შენ უფალო და არცა ყოველნი შთამამალნი ჯოჯოხეთისანი აღგიარებენ შენ. აი ვინც გარდაიცვლება და თუ ვინმე ჯოჯოხეთში მიდის ან თუ მართალთა საყოფელში ვეღარც ისინი აღგიარებენ, იმიტომ რომ ყველაფერი დასრულდა, ყველაფერი დამთავრდა, ყველაფერს ხედავთ, მაგრამ სულისთვის ხსნა და შველა აღარ შეგვიძლია. იმიტომ რომ სახარებიდან გახსოვთ, ხო? დანახეთ კი სულის სათნო სავანეში და დანახეთ კი ჯოჯოხეთს შორის იმდენად დიდია, რომ ვერაფერი ვეღარ შეავსებს ამას. გახსოვთ, ხო? გლახაკი ლაზარე და დიდარი, დიდებული. დაინახა ერთ დღეს აახილა თვალი და ის სატანჯველშია და ლაზარე აბრაამის დიდებაშია და ეუბნება აბრაამს, რანაირად იქნება უთხრა ლაზარეს, რომ ერთი თითი წვეთით წყალი დააწოს და ჩვენსკენ გადმოუშავს, რომ გაგვინელდეს ეს ყველაფერი ტკივილი. ეუბნება, რომ შეუძლებელია, რადგან ეს უწყლული დიდია. მაშინ იქნება გააგზავნო გლახაკი ლაზარე და მოუყვეს რაც ნახე აქ მე და გააფრთხილოს ისინი რომ არ შეცდნენ. ეუბნება, თქვენ გაქვთ რჯული, ვისაც რჯულის არ ჯერა, რომ წავიდეს აღგომილი ლაზარე და მოუყვეს ყველაფერი, მაინც არ დაიჯერებენ. ეს ჩვენთვის არის ნათქვამი, რადგან ჯოჯოხეთში შთამავალნი ვეღარ აღიარებენ უფალს, რადგან დაგვიანებულია და მათი მხრიდან მხოლოდ სიმწარის ცრემლი არის, რომელიც სულს ვეღარ შველის. ამიტომ ეს წუთის სოფელი, რომელზედაც უფალი ამბობს, მე ვარ ნათელი და რომელი შემოუდგეს ამ ნათელს, ბნელში არ ვიდოდეს. ანუ ვინც ქრისტეს მეძიებელია, ვინც ქრისტეს ამხსარებელია, ვინც ქრისტეს მსასვენებელია, ვინც ასეთად იცხოვრებს ამ წუთის სოფელში, მისთვის მომავალი საცხოვრისი ადგილი სულისთვის იქნება ცხადი, თუ სად მოხდება, რადგან ღვთის მოწყალება დიდია. და კადნერ იქმნენ შეწირვა ჩვენ და ქებისა ეს ჯოჯოხეთში შთამავალი, არამედ ჩვენ ცხოველნი გაკურთხეთ შენ და გევედრებით. და სალხი ნებელთა ლოცვათა და მსხვერპლთა
შევსირათ შენ და სულთან მათთათვის. ანუ ვინც დარჩა ჭერისუფალი და გარდაცვლილთათვის რომ ვლოცულობთ. არა მხოლოდ მათი სულებისთვის ვლოცულობთ, ჩვენთვისაც ვლოცულობთ. რადგან ლოცვა ღვთის წინაშე აღვლენილი. ეს არის აღიარება, რომ ჩვენ გვწამს უფალი და მისი მცნება, რასაც რომ გვიქადაგებ და მთელი ამ ჩვენი ამ სოფლიური ცხოვრების განმავლობაში. ვისმენდით, მაგრამ ალბათ ისე ვერ ვასრულებდით და მოციქული ამასაც გვაფრთხილებს. არა რჯულისა მსმენელი ცხონდეს, არამედ რჯულისა წესით მაცხოვრებელი შემსრულებელი ცხონდეს. ამ ლოცვაში კიდევ ერთი ადგილია, შევცდით, შევწოდეთ, მაგრამ შენს იქით, შენი მოწყალების იქით, შენი კაცთმოყვარების იქით გზა არ გვაქვს და არც უცხო ღვთის მიმართ მუხლი მოვიყარეთ და არც უცხო ღმერთის მიმართ ხელი განვიფხართ შველისათვის. ეს უცხო კერპი რა უნდა იყოს? დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულიც ხო გვახსოვს, იქაც ზუსტად ესე ამბობს, უცხო ღმერთის მიმართ მუხლი არ მომიყრია. ხშირად ამბობდნენ, რომ მეჩეთში შედიოდა და ლოცულობდა, არ ლოცულობდა. თავისავე გალობანი სინანულის სანში ამბობს, რომ არ ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ უცხო ღმერთის მიმართ მუხლი მოეყაროს ან სათხოვარი ჰქონოდეს. და ეს უცხო რაც რომ არის, იქ თავის სინანულის სიტყვაში ამბობს, უცხო კერპი, ეს რა შეიძლება იყოს? ანგარების სიყვარული და ყოველგვარი უშერება, რომელიც ეშმაკისაგან მოდის და ადამიანის გონებას აშფოთებს. და ეკლესია, რადგან მისი თავი არის თავად ქრისტე, ეკლესია ასწავლებს მხოლოდ ქრისტეს სწავლებას, მოძრობას, ცნებას. არაფერი დამალული ეკლესიაში არ არის. ყველაფერი გაცხადებულია და კი ამბობს, ვინც ეს წუთი სოფელი სინანულის გარეშე განვლო და მოვიდა ჟამი აღსასრულისა, არცა ყოველნი შთამავალნი ჯოჯოხეთისანი აღგიარებდნენ და კადნიერ იქნებიან შეწირვათ შენ და ქებისა. რადგან უკვე გვიანია, ყველაფერი ცხადია და გაცხადებულია. ხოლო ცოცხლად დარჩენილთათვის ეკლესია ლოცულობს, რომ ღირსყვენ იგინი მშვიდობასა და განსვენებასა, რათა მოიხსენებდნენ და საკადრის ძღვენს სინანულისას შესერვიდნენ. ღმერთმა ინებოს დღევანდელი დღის ზალით, სული წმინდის მადლით, ღმერთმა მოგწეს ჩვენ ყველას სინანული და შემართება ქრისტეს მსახურებისა. და ღმერთს ვთხოვთ, რომ ცოდვათა სიჭაბუკისათა და ჩვენს უმეცრებით ჩადენილს ნუ მოიხსენებს. არამედ ჩვენ შრომით უნდა დავიღალოთ, სულიერი შრომით, რომ უფალმა სასუფეველი დაგვიმკვიდროს. და სასუფეველი რა არის? იესო ქრისტეს სიყვარულში ყოფნა. თუმცა ეკლესია ასწავლის ჯოჯოხეთი რა არის? ცეცხლი გაუნელებელი, მატლი მოფუთფუთე, დაუძინებელი და სასუფეველი რა არის? უფალთან, იესო ქრისტესთან, მის სიყვარულში, მის სიყვარულთან ახლოს ყოფნა. ისევე როგორც მაგალითად მშობელი თავის შვილს მიხედავს სიყვარულით და შვილს უხარია. ისე იქნება სული, რომელიც სასუფეველში მოხდება. ღმერთს ვთხოვთ ჩვენს მშვიდობას, ერის, ჩვენი ქვეყნის მთლიანობას, სამშობლოსი და თითოეული ჩვენთაგანის ქრისტეში მტკიცეთ, ყარად სიყვარულით და შეუორგულებლად დგომას. რადგან ჩვენი ერისა და ქვეყნის გადარჩენის არც საიდუმლოა და არც გასაღები ჩვენ მონდომებაზეა. როგორ გვიყვარს ქრისტე, ისეთი წყალობა იქნება ჩვენერზე და ჩვენ ქვეყანაზე. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ. დღევანდელი დღის ძალითა და მადლით
რაც რომ აქამდე ვერ შევძელით, იქნება ეხლა მაინც ღვთისშეწევნით შევძლოთ. Azi da ukუნისამდე ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.